მე მგონი ძალიან ვბერდები. ისევ ახალი ამბები წავიკითხე და მერე რა მოხდება? რამეს მოუგსოვდა მეგობრებთან ტაბლეტების შესახებ ვისაუბრებ? ჩვენი ვიდეოების თემები საერთოდ შეიცვლება ტაბლეტები მოქმედებისთვის. რა? ყველაზე საშიში დამნაშავე ციხიდან გაიქცა? თელ ქალაქს საფრთხე ემუქრება? სწრაფად უნდა ვუთხრე ეს ამბავი ხვებს. რა ხდება? ისევ რამე გააფუჭე თუ რა იყო? ბავშვებო, ჩვენ სერიოზულ პრობლემებში ვართ. კრიტიკულ მომენტში ტუალეტის ქაღალდის ნაკლებობაზე უარესში? მაგაზე უარესი რა არის? არა, ჟენია. იმაზე უფრო უარესში, დედას რომ გაეგო რომ მის მანქანაში ჩავიფსი. რა? საშულზე ნუ ვილაპარაკებთ. რა მოხდა? ახალ ამბებში თქვეს, რომ ყველაზე საშინელი დამნაშავე ციხიდან გაიქცა. ახლა მთელი ქალაქის უსაფრთხოება საფრთხეშია. მოიცადე, როდიდან კითხულობ ახალ ამბებს? ამას აქვს მნიშვნელობა? გესმით ჩემი? თუ რამეს არ გავაკეთებთ, ჩვენი ყველა საქმე ცუდად იქნება. რა ვქნათ? როგორ გადავაჩინოთ ქალაქი? ო, ჩვენ არ ვართ კუნინძები. ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ რაღაცის გაკეთება. ქალაქი ელოდება თავის გმირებს. სინამდვილეში ამაღამ ფილმის ყურებაზე ვფიქრობდი, მაგრამ კაცობრიობის გადარჩენა ფილმის ყურების კარგი ალტერნატივაა. მე მზად ვარ. მე შენ გიერთდები. ჩვენ ყველანი მზად ვართ დავიჭიროთ საშიში დამნაშავე. მზად არიან მაშველები კარგი საქმეების გასაკეთებლად? ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. მოემზადეთ დამნაშავეებო, მოემზადეთ დამნაშავეებო. ხსნელთა რაზმი მოდის თქვენ დასაჭერად. ისეთი რაღაცეები ხდება, რომ მე ახლა მთელ სხეულში დამბურს გლამთრიანად. ნიკოლი, გუნდის კაპიტანი, ის არის გუნდის მოტივატორი. თუ გსურთ მხიარული ვიდეო დილის 4 საათზე, ის გადაგვარჩენს. მაგრამ აქვს სისუსტე საყვარელი ტიკტოკერების მიმართ. ზლატა, ის არის გუნდის მეგატვინი, გუნდის ინტელექტი. ის ძალიან ჭკვიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამოთხ შორის ის აშკარად საუკეთესოა. მისი სუსტი წერტილი კორეელებია. ბოგდანი, გუნდის ზალა, გუნდის ხელები, გუნდის ფეხები და სამწუხაროდ გუნდის პირი. თუ ვინმეს მოკლა დაგჭირდებათ, ეს მისი მოვალეობაა. სრულყოფილი მებრძოლი. თუ მას არ შეუყვარდება ლედი დიანა, ის შესანიშნავი ბიჭი იქნება. ჟენია, გუნდის კიბერგული. მას შეუძლია გატეხოს თქვენი მეგობრის ინსტაგრამ გვერდი. მაგრამ მას აქვს სისუსტე კომპიუტერული თამაშების მიმართ. დედამისის ხელფასის ნახევარი დახარჯა და არის ის როგორ თქვას. კარგი, მაშოთა რაზმო. ქალაქის უსაფრთხოება ჩვენზეა დამოკიდებული. მოდით გავაკეთოთ ეს. სანამ ქალაქს ძინავს, ჩვენ ვიღვიძებთ. ჯანდაბა, როდის შევეჩვევი მე ასეთ სიტყვებს? კარგი, მოიცადე. როგორ ვიპოვოთ ერთი კონკრეტული ადამიანი მთელ ქალაქში? კარგი, ამაზე ამდე ფიქრია. თუ ჩვენ უნდა გავიგოთ სად არის დამნაშავე, უნდა ვიფიქროთ როგორც დამნაშავე. მე შემიძლია ამის გაკეთება. კარგი, ციხიდან გაქცეუდი კრიმინალი პირველად სად უნდა წავიდეს? არ ვიცი, მე რომ მის ადგილას ვიყო, სადმე საჭმელად წავიდოდი. საჭმლის ჭამა? ამდენი ვიდეო გვაქვს გადაღებული და ისევ საჭმელზე ხუმრო? ეს საქმე მართლა სერიოზულია, მაგრამ ის მართალია. კოჩახ ბოგდან. ციხეში ეს ცუდი ბიჭი მართლა ცუდად იკვებებოდა ალბათ. ასე რომ პირველი მაცმა სურს არის გემრიელად ჭამოს რამე. ბინგო. მაგრამ ამ ქალაქში მხოლოდ ერთი დიდი სუპერმარკეტია. მის გარდა არაფერი არაა. და როცა მე შემოგთავაზეთ, რატომ არ წახვედით? კარგი. ნიკო, დამნაშავის სურათები იყო ამბებში? არა. როგორ ვიცნობთ მას? შუბზე სიტყვა კურდი არ ეწერება. არა, მოიცადე. როგორც ჩანს, მას მართლაც აწერია. გონიათ რომ ის ეს არის? ისე ის ოდნავ განსხვავდება სხვა ადამიანებისგან. ასე მგონია რომ ის არის. მივყვეთ მას, წავიდეთ. შეხედეთ, რა მშიერია. გონი ციხეში მართლა საშინლად ჭამენ. ეს არის კარგი მიზეზი იმისთვის, რომ არ ჩაიდინო დანაშაული და ციხეში არ წახვიდე. დედა შენი ისევ გირჩევს თევზის ფშლებს, ასე რომ ციხეში ერთი დღეს ვერ იცხოვრებდი. დედა ციხეში გაგიშვებს? ძალიან სასაცილოა. კარგი, მე გთავაზობ, რომ დაველოდოთ სანამ სადმე წავა და მივყვეთ. და მე მუშს დავარტყამ. არა, ბოგდან. რატომ? ის კრიმინალია. ჩვენ უნდა შევკრიბოთ მტკიცებულებები, რომ ის ემზადება დანაშაულის ჩასატენად და შემდეგ და მე? დიახ, ვიდრე შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მეგონა რომ ამის უფლებას არ მომცემდით. ვისესაუბრება ის ყოველთვის ტელეფონით? ჩვენ უნდა მოусმინოთ მის საუბარს. მე ჩემი სტიქია, ბავშვებო. მე ადვილად მოусმენ მის ტელეფონს და გავარკვევ თუ ვისზე და რაზე საუბრობს. მაგრამ ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ მას. კარგი. ეს ლოგიკურია. უფრო ახლოს ჩვენ ყველა მოვისმენთ თუ რას ამბობს. არა, უშოთ თუ მივუახლოვდებით? რა მოხდება თუ ის რაღაცას იეჭვებს? როგორ? მან არ იცის რომ ჩვენ მასზე ნადირობთ. თავარია ვიმოქმედოთ თავდაჯერებულად, ამ შვიდად.
დიახ, ჩემო ბატონო, რას მიბრძანებთ, ჩემო ბატონო? ჯერ დეტალურად შეისწავლე ჩვენი გეგმა? რა? ღმერთო, არა მარტო სულელი ხარ, არამედ რუც ხარ. დეტალურად შეისწავლე ჩემი გეგმა? დიახ, ჩემო ბატონო, დეტალები შევისწავლე. ჩვენ მზად ვართ გავძარცვოთ ბანკი. ბანკის სარცვა, გაიგეთ? არ გაწუხებთ რომ ის ბატონი ქალია? ჟენია, შენც ყავს ბატონი ქალი. რა? დედაშენს დაურეკავ. არ გააკეთო. მაგარია, ეს გავს მთელ კრიმინალურ ორგანიზაციას. მისვინე პატარა ნაგვისყუთო. თუ რაიმე არასწორად წავა, მე შენს ცხოვრებას იმაზე უარეს გავხდი, ვიდრე ციხეში იყო. ბატონო, არ დაგაღალატებთ, არ ინერვიულოთ. მე ციხეში შევიცვალე. ახლა სხვა კაცი ვარ. გთხოვთ, დამიჯერეთ. იცოდე, წარუმატებლობის შემთხვევაში ციხეში დაბრუნდები. გავიგე. გაიგონეთ ეს? როგორც ჩანს, ჩვენს ხურს ამ საკითხში არჩევანი არ აქვს. ჩვენ უნდა იპოვო იარაღი. ჩვენ გამოვიყენეთ ყალბს. ასე რომ ასე შევაშინებთ მსხვერპლებს. იმიტომ რომ სხვანაირად ხალხს შენი არ შეეშინდება. ბოს, მე ისეთი გიჟი ვარ. კარგი, შეწყვიტე სიცილი. მოდი გავაკეთოთ ეს. მინდა 1 საათში ყალბი იარაღი გქონდეს ხელში. გასაგებია უფროსო, ნახვამდის. ჩვენ უნდა მივყვეთ მას. დიახ, თავარია არ დავკარგოთ იგი. დაინახეთ ბავშვებო, ის ბავშვების მაღაზიაში წავიდა ყალბი იარაღის საყიდლად. იქნებ არის რაიმე სახის მიწისქვეშა მაღაზია, რომელიც ყიდის მათ? კარგი, ჩვენ დაველოდებით მის გამოსვლას. იმედია იარაღის ყიდვას დიდი დრო არ დასჭირდება და საათობით აქ არ გავჩერდებით. ან ეს ძალიან ცუდი მიწისქვეშა იარაღის მაღაზიაა? ან ის ნამდვილად გაძარცვავს ქალაქის უდიდეს ბანკს სათამაშოთი. საქმე მგონი ცუდადაა. ის უფრო სულელია ვიდრე ჩანს. ერთი შეხედვით ასე ჩანს. და მე მომწონს სულელი ხალხი. ისინი კარგები არიან. ისინი უფრო ჭკვიანს მაჩენენ ვიდრე სინამდვილეში ვარ. არ მგონია ისეთი სულელი იყოს, რომ ვერ შეამჩნიოს მასთან ახლოს რომ დავდივართ. ბავშვებო, მგონი მანქანისკენ მიდის. კარგი ბავშვებო, ჩვენ უნდა ჩავჯდეთ მის მანქანაში და მოусმინოთ მის საუბარს თავის ბოსთან. ძალიან საშიში ხომ არაა? მართალია, სადმე რომ წაგვიყვანოს? ნუ გეშინიათ ქალბატონებო, თუ რამე მე ვიცით. კარგი, ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ჩუმები, რათა საფრთხეში არ ჩავარდეთ. ნიკოლ, შენ ჩემზე ზეწოლას ახორციელებ, თუნდაც ჩემ ტვინზე. ძნელია უბიძგო იმას, რაც არ არსებობს. ჩხუბის რო არ გვაქვს. ახლა მთელი ჩვენი გეგმა ჩაიშლება. მისი საუბარი ფირზე უნდა ჩავიწეროთ. მართალი ხარ ზვატა, ეს ჩვენი სამხილი იქნება. ამას მე ვხედავ, მე ელექტრონული გენიოსი ვარ. ამას მე მივხედავ. ოჰო, ნამდვილი გენიოსი უნდა იყო, რომ ტელეფონზე ჩამწერზე თითის დაჭერა შეძლო. ნამდვილად ურთულესია. გაჩუმდით უკვე. რა გინდა? ჩიტი გალიაში. გესმით ჩემი? ისევ გარეული საყოჭამე? რა გჭირს? რა ჩიტი? შეიდიოტო. იარაღი მე მაქვს. მე პირდაპირ გეთქვა და იმედი მაქვს რეალისტურია. მაგრამ თქვენ არ გითქვამთ, რომ ის რეალისტური უნდა ყოფილიყო? მერთო ჩემო, ასეთი იდიოტი ხარ. მაიმუნი უნდა დამექირავებინა და ის უფრო სასარგებლო იქნებოდა. ის უფრო უკეთესი იქნებოდა ამ საქმისთვის. დაქირავება? მე აქ საჭმელზე მუშაობ. მაიმუნს კი ფულის გადახდა დასჭირდებოდა. გესმით ჩემო ბატონო? კარგი, გაჩერდი, გაჩუმდი. ახლა მოდი გადავიდეთ შემდეგზე. მაგარ ქურდს უნდა ჰქონდეს მაგარი ჩანთა, რომელშიც მე ბანკიდან მოპარულ ფულს ჩადებს. ჩანთა? მაგრამ ჩანთა არ მაქვს. მაგრამ შენ ქურდი ხარ, მოიპარე. რას ამბობს ის? მოიპარე ჩანთა. სად მოვიპარო? ჩანთების მაღაზიის გარდა სად? ახლა ჩვენ გვაქვს აუდიო მტკიცებლებები. ჟენია, ჩაწერე საუბარი? რას გულისხმობ? ეს საუბარი უნდა ჩამეწერა? შენ რა, გვეხუმრები? შენ გეგონა აქ მანქანის სანახავად მოვედი? კარგი, დაივიწყეთ. ამ ჩანაწერს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია. რა არის ეს სხვა რამე? ვიცით, რომ დამნაშავე მარტო არ მოქმედებს. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ უფროსთან. შესაძლოა ეს რაღაც კრიმინალური ორგანიზაციაა და ჩვენ დიდი თავგადასავალები გველოდება წინ. ჩვენ დანაშაულის ყველა მონაწილე უნდა გამოვავლინოთ და ქალაქი მათგან გადავარჩინოთ. როგორ მივიდეთ ამ უფროსთან? ჩვენ არც კი ვიცით სადაა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ ეს ქურდი და გამოვიყენოთ უფროსთან მისასვლელად. მართალია?
მიდით, დაიჭირეთ. წავედით. აბა რავო ქურდო, ჩვენ შენ დაგიჭირეთ. ვინ ხართ თქვენ? კითხვებს აქ, ჩვენ სვამ. ვაიმე, ძალიან მაშინებთ. დამიშვით, გეხვეწებით. მე უბრალოდ ქურდი ვარ. არ ვიცი როგორ გამოიყურება უფროსი. არავინ იცის. ამბობენ რომ ის არავის უნახავს. მე მგონი რომ იტყუები. ჯობია სხვანაირად დავილაპარაკოთ. ბოგდან, მიდი. აბა გახსოვს ვინ არის უფროსი? მე არ ვიცი ვინ არის უფროსი. შენ არ იცი ხო? კარგი, ბოგდან. გააღეპირი. რას საკეთებთ? ჩვენ კრიმინალს ორცხობილებით ვაწამებთ? ეს ორცხობილები გააკეთა დედამ. ლოგიკურია. მაშინ ეს მართლაც წამებაა. ძალიან ცუდია. მე არ ვიცი რამდენად ვინ არის უფროსი. თხოვთ, გაჩერდით. არა, ბავშვებო, მან ნამდვილად არ იცის. კარგი, ბავშვებო, წამოდით. მან ნამდვილად არ იცის როგორ მოძებნოს უფროსი. ჩვენ უნდა დავიჭიროთ. აქ დავუთქვათ შეხვედრა და ჩუმად მოვიტყუოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ხდება. გონი აქ ვიღაც არის. გაჩერდი ადგილზე, რა საკეთე? არსაც წახვალ. აქ ვილაც არის. ვინ არის აქ? გამოჩდი ახლავე. პატარა დეტექტივებო, გეგონოთ ჩემნაირი ტიპის დაჭერა შეგეძლოთ? თქვენ ხართ კოსმიური ლაქები ამ დანაშაულებრივ სამყაროში და მე მეტეორი ვარ. თქვენ ვერასოს დამამარცხებთ. ვაიმე! წადი აქედან. მიდი, დაგვენახე ახლავე. კარგი, შენ არ ხარ ისეთი მამაცი, როგორიც შენი უფროსი. რადგან არ ჩანხარ. არ ინერვიულოთ. მანდ შევხვდებით. 3 2 1 ნონეთქ მის ნიკოლის არსე ხარ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგაუსდათ ლაიქება. როგორც ჩანს, თქვენი კრიმინალური ორგანიზაცია აღმოვაჩინეთ. თუ გინდათ რომ მათი ბუნაგი ვიპოვოთ და ციხეში ჩავსვათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. დიახ, ეს ასე არ დამთავრდება. ჩვენ გავანადგურებთ მას. დიახ. და გავიქეცით კარგად.